ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროსთვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსით საქართველოსთვის მიცემულ ახალ პაკეტში ამის რეკომენდაციას იძლევა. თუმცა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ფინანსები არათუ იზრდება, პირიქით 35 მილიონი ლარით მცირდება. ახლა უკვე დეპუტატების გადასაწყვეტია შეასრულებს თუ არა ქვეყანა ნატოს რეკომენდაციას. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 35 მილიონით მცირდება. მომავალ წელს თავდაცვის უწყებისთვის პროექტით 625 მილიონია გათვალისწინებული. ფინანსთა მინისტრის განმარტება ასეთია. საწარმო დელტა გამოვიდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებიდან და თავისი დაფინანსებით გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროსთან ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რათა ოპტიმალური ბიუჯეტი შევთავაზოთ პარლამენტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება წინააღმდეგობაში მოდის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტთან. ამ დოკუმენტის თანახმად თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროს გათვლებით უწყების ბიუჯეტი მომავალ წელს 660-დან 770 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო. ხოლო მთავრობის მიერ მომზადებული კიდევ ერთი დოკუმენტით 700 მილიონამდე. რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყველა სფერო არის პრიორიტეტული. არ არსებობს სფერო, რომელსაც ჩვენ ვიტყვით, რომ ნაკლებ პრიორიტეტულია, მაგრამ თავდაცვა და უსაფრთხოება ქვეყნის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა დანარჩენი სფერო რო განვითარდეს, სჭირდება სტაბილურობა და უსაფრთხოება. თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების შემთხვევაში საქართველოს შესაძლოა პირველად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გაცემული რეკომენდაცია დაარღვიოს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. საქმე ისაა, რომ უელსის სამიძე საქართველოსთვის მიცემულ ახალ პაკეტში ნატო ბიუჯეტის გაზრდის რეკომენდაციას იძლევა. დიდი იმედი მაქვს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი ცოტათი მაინც იქნება გაზრდილი საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ვინაიდან იმ ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც ჩვენ ავიღეთ, თუნდაც ნატოს პაკეტის შესაბამისად, აუცილებელია, რომ თავდაცვის ბიუჯეტი იყოს გაზრდილი. ამას გარდა უელსის სამიძე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა და მეკავშირეებმა რუსეთისგან მომავალი საფრთხეების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდონ. რიგ ქვეყნებში ეს დაფინანსება 20%-ით გაიზარდა. ამაზე საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმაც გააკეთეს აქცენტი. დღევანდელმა რეალობამ სამწუხაროდ გვაჩვენა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავძლიერდეთ და კიდევ უფრო მეტად უნდა შევიარაღდეთ. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე ვიფიქროთ, მოგვიწევს ცოტა უფრო მეტი თანხების გაღება. თავდაცვა უსაფრთხოება ეს სფეროა, რომელსაც მთლიანი ბიუჯეტი რო გამოვიყოთ, მაინც ვერ უზრუნველყოფთ იმ საფრთხეების ნეიტრალიზაციას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის. ამიტომ თავისთავად ცხადია, ჩვენ გამოვიდართ ჩვენი ქვეყნის რესურსის შეასრულებლობების და პრიორიტეტების ფარგლებში და ამიტომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ფაქტობრივად იგივე რჩება, რაც წელს იყო. თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს არ ეთანხმება. მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კვლავ მიმდინარეობს. რასახით დამტკიცდება სახელმწიფო ბიუჯეტი, ამას უკვე დეპუტატები გადაწყვეტენ.